ამ თემის მიმართ ყურადღება და მისი მნიშვნელობა არასოდეს არ განენებულა, უბრალოდ იყო შედარებით პასიური ფაზა, როდესაც იყო საარჩევნო კამპანია. ეს მე მგონი ნორმალურია. დღეს ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა არის და მე სწორედ ამიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ისე როგორც დავდიოდი მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, ამ ადამიანებმა, ჩემმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთის მხრივ ჩვენი იმედი უნდა ქონდეთ და მეორე მხრივ ჩვენ ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა და უნდა გადავარჩინოთ ეს მოედანი. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ აქ ქალაქის მერიის კომპეტენცია მეფობს ჯერჯერობით და ამიტომ არ იქნება ეს ადვილი პროცესი, ვიცით ჩვენ ქალაქ თბილისის მერის დამოკიდებულება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თემა უკვე ადვილად მოსაგვარებელი იქნება შედარებით, ვიდრე ეს იყო 1 ოქტომბრამდე. ჩვენ აქ შევიკრიბეთ განვაახლეთ საპროტესტო აქციები, ვინაიდან გუდიაშვილის მოედანზე ჯერჯერობით და მის ბედზე არ აისახა პოლიტიკური ცვლილებების სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამასობაში კიდევ ერთი შენობის დანგრევაზე გაიცა ნებართვა მერიის მხრიდან და მერია ზუსტად იმ ველურ პრინციპს მისდევს, რომ თუ ფულია გადახდილი, ნებისმიერი რამ შეუძლია ჩაიდინოს ინვესტორმა. ამდენ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა მოხდეს და ეს მოედანი უნდა გადარჩეს ავთენტური სახით. და ამ მოედანზე უნდა ჩატარდეს რეალური რეაბილიტაცია, რეალური და ნამდვილი და არა ის, რასაც რეაბილიტაციას ეძახიან. ამის გაპროტესტება განვაახლეთ ახალ პოლიტიკურ რეალობაში და მოუწოდებთ უკვე ახალ ხელისუფლებას, მის კულტურის სამინისტროს, რომ აიღოს თბილისის კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის გუდიაშვილის მოედნის კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისგებლობა. დაიბრუნოს ეს მერიასთან ჩვენ საქმე აღარ გვექნება, იმიტომ რომ მერია ესა დიდი კორუფციული შეუვალი სტრუქტურა. ახალმა ხელისუფლებამ კულტურის სამინისტრომ დაიბრუნოს პასუხისგებლობა ამ მოედანზე და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაგრძობთ აქციებს.